მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გეგმები აქვს ჩემთან, რას გრძნობს და როგორი ურთიერთობაა შესაძლებელი მასთან. დღეს გვაქვს სამპოზიციანი გაშლა. ახლა დავალაგებ ამ პოზიციებს. სკიპა პირველი, მეორე და მესამე. რა თქმა უნდა, პოზიციებს ირჩევთ ინტუიციურად, საყვარელი ციფრის მიხედვით. უკვე ჩაწერილ ვიდეოებს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო მაშინ იწყებს ხოლმე თქვენზე რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და უსმენთ და არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის საიტზე განთავსებული. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველში. დავიწყოთ და განვიხილოთ პირველი პოზიცია. მოგესალმებით ჩემო დღეს ვინც არჩიეთ პირველი პოზიცია და ვნახოთ პირველ რიგში რა გეგმები აქვს თქვენთან იმ ადამიანს, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. სხვათა შორის აქ დიდი კონფლიქტი მიდის ამ პიროვნების შინაგან სამყაროში. ეს არის ეგრეთ წოდებული გრძნობისა და ლოგიკის ომი, როდესაც გული ადამიანს სხვა რამეს კარნახობს, გონება სხვა რამეს კარნახობს, აქ ნამდვილად არის თქვენ შორის რაღაც ამოუხსნელი ბარიერი, შეიძლება პრობლემა, შეიძლება ეს იყოს დისტანცია, შეიძლება ეს იყოს სხვა ადამიანების არსებობა, შეიძლება ბევრი ფაქტორები იყოს, ახლა აღარ ჩამოვთვლი ამ შესაძლო ვარიანტებს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა არის და ყოველს სხვადასხვა შეფერხებები შეიძლება გქონდეთ ურთიერთობებში, ანუ მიზეზი სხვადასხვა იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს პიროვნება შეიძლება ახლა თქვენგან დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელებას ცდილობდეს, მაგრამ ეს ძალიან რთულად გამოსდიოდეს, ან საერთოდ არ გამოსდიოდეს, ან მისი ერთი ნაწილი გულიოვნებოდეს, რომ მე მასთან ურთიერთობის გაგრძელება, ანუ თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება უნდა მის გულს, მის გონებას კი აქვს რაღაც შიშები, ან წარმოსახვები, ან რეალური ხელშემშლელი ფაქტორები და ვფიქრობ, რომ სანამ გვიანი არ არის, ეს ყველაფერი შეაჩეროს. მისი გეგმა უკავშირდება სტაბილურ გადაწყვეტილებას. ანუ უნდა რომ ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა სტაბილურად ჩამოაყალიბოს, თუ დარჩენას აპირებს, საბოლოოდ დარჩეს, თუ წასვლას აპირებს, საბოლოოდ წავიდეს, მაგრამ არც ერთი არ გამოსდის მაინც. და მაინც იმ წრეზე მიდის ეს ადამიანი, რომ ჯერ გეგმა ვერ დასახა და ვერ ჩამოყალიბდა და შეიძლება ბევრ შეცდომას უშვებდეს და უაზროდ იქცეოდეს და ბავშვად იქცეოდეს და ურთიერთგამომრიცხავი სიტყვებით მოქმედებდეს თქვენთან, იმიტომ რომ საქმე იმაში არის, რომ საბოლოოდ მისი გეგმა ის გამოდგება ხოლმე, რომ თქვენ როცა გეხებათ საქმე, მას გეგმები აღარ აქვს. ის თავს კარგავს, ის თავისი ზონა კომფორტიდან გამოდის, ის კონტროლს კარგავს, ის ემოციებში იკარგება, ეძნელება, ყველაფერი ეძნელება და საბოლოოდ გაუგონრად და უცნაურად იქცევა. თქვენ მასზე ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენთ, ვერ ხსნის რა ენერგეტიკა გაქვთ, ვერ ხსნის ვინ ხართ, ასეთი როგორი ხართ, რომ აი ესეთი შეიძლება მცირე დროში ან და ამიტომ უყურს რომ მცირე დროში მოახდინეთ მასზე ასეთი შთაბეჭდილება, ან შეიძლება აქამდე არ ქონია მსგავსი ასე ვთქვათ, დამაბნეველი საკითხები, აი ამ პრობლემის წინაშე არასდროს ყოფილა და ფიქრობს, რომ თქვენ მასზე ისეთ ამოუხსნელ ენერგიას და ისეთ ამოუხსნელ განცდებს გადასცემთ ხოლმე და ისეთ კონტროლში ყავთ თან ისე, რომ თქვენ საერთოდ არ აკონტროლებთ მას, მაგრამ თვითონ კონტროლდება თავისი ნებით თქვენს მიერ, ანუ ძალიან უცნაურ ენერგიებში არის ეს ადამიანი ახლა. თქვენ მისთვის ხართ ძალიან ამოუხსნელი, ძალიან
უცნაური, ყველაზე განსხვავებული, ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგნიტური ადამიანი. თქვენ ერთდროულად მას იზიდავთ და ერთდროულად განიზიდავთ. იზიდავთ იმით, რომ ხართ სრულიად განსხვავებული და სრულიად თავისუფალი სულის ადამიანი და განიზიდავთ იმ კუთხით, რომ შეიძლება თქვენთან დაკავშირება, მისი ბედის თქვენთან დაკავშირების ეშინოდეს ან ხვდებოდეს, რომ თქვენთან ბევრი რაღაცის გაღება მოუწევს ურთიერთობაში. რას გრძნობს? ისე გაურებული რაღაც სამოვიდა, ეს არის მინდა ვიყო სურვილი აქვს რომ და ამ პიროვნებას რომ იყოს თქვენი სტაბილური პარტნიორი და გრძნობს რომ თითქოს ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები და ასევე ამავდროულად გრძნობს რომ შეიძლება ამ ყველაფრიდან საერთოდ არ გამოვიდეს ემოციური კრიზისები დაეწყოს, ურთიერთობა გაძნელდეს და აღარ იცის რა ქნას. არ არის ჩამოყალიბებული არც გრძნობებში, არც ფიქრებში. კიდევ რამდენიმე პერიოდს გამოიყენებს, დროს აიღებს, რომ ჩამოყალიბდეს. და რაც უფრო დროს გაწელავს, უფრო ცუდად იგრძნობს თავს და არ ვიცი, შეიძლება თქვენ რაღაც კარმული მისია გაქვთ მის ცხოვრებაში. შეიძლება თქვენ ხართ ზუსტად მისი კარმა ამ ცხოვრებაში და იმიტომ ხდება ეს ურთიერთგამომრიცხავი სურვილები და თან რაც უფრო ფიქრობს რომ სასიკეთოდ აკეთებს რაღაცებს მის ემოციებზე უარესი შედეგები მოდის. თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, გარდამტეხი პიროვნება ხართ. მის ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს შეიტანთ, მაგრამ კონკრეტული გრძნობები აქაც არ დამიფიქსირა თუ რა არის. როგორი ურთიერთობაა ზოგადად შესაძლებელი მასთან? ამ ურთიერთობაში ორივე თქვენთაგანს ბევრი გულის ტკივილი აქვს, ან გამოივლის ამ გულის ტკივილს. ურთიერთობის ტიპიც, ასე ვთქვათ, სტატუსამდე შესაძლოა ვერ მივიდეს თქვენ შორის, გული დაგწყდეთ. თითქოს ძალიან ბევრი მინიშნებები არის, რომ ამ ურთიერთობიდან სერიოზული კავშირი უნდა შედგეს, მაგრამ საბოლოოდ ის გამოვა, რომ რაღაცა გაკვეთილები არის გასავლელი და საბოლოოდ ის გამოვა, რომ რაც უფრო ერთმანეთს უახლოვდებით, უფრო გულის ტკივილი იმატებს და რაღაც მომენტში შეიძლება აიღოთ ერთ-ერთმა თქვენთაგანმა, ან ორივე თქვენთაგანმა ეს დაემთხვეს, რომ მიხვდეთ, რომ ერთმანეთის გარეშე უნდა ისწავლოთ გზის გაგრძელება და რაღაც მომენტში შეიძლება ერთმანეთი გაუშვათ. კი ბატონო, ერთმანეთის გაშვების გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, რომ შეხედოთ აი ამ პერიოდში რა მოხდება. ანუ რაღაც თქვენს ურთიერთობას ახლავს პაუზა, სერიოზული პაუზა, როდესაც ორივე გადაწყვეტთ, რომ ერთმანეთი გაუშვათ და აი ამ სიტუაციის და ამ პერიოდის შემდეგ ისევ ახალი შანსი ჩდება. ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს, ეს შანსი შეიძლება იყოს ისევ ამ პიროვნებასთან. ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში შეიძლება ეს შანსი იყოს უკვე სერიოზული პარტნიორისგან, რომელსაც ახლა არ იცნობთ. ცოტა საუდიანი, დაუცნაური და ცოტა გაურკვეველი გაშლა გამოვიდა პირველებო, მაგრამ მიხვდებით თუ თქვენზე არის და თუ რეზონირებს ეს გაშლა არის თქვენზე და მიხვდებით რა ენერგიაზე იყოს საუბარი. დაგემშვიდობებით პირველებო. გადავიდეთ ჩვენ ახლა მეორე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით ჩემო მეორეებო. და ახლა თქვენს შემთხვევაში განვიხილოთ რა გეგმები აქვს თქვენთან იმ ადამიანს, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. აქ თითქოს არის ურთიერთობა, მაგრამ მაინც ეს ურთიერთობა
არ არის დაკონკრეტებული. ან შეიძლება აქ იყოს სიტუაცია, მისი გეგმა იყოს, რომ თქვენთან კომუნიკაცია შეინარჩუნოს, ფლირტი შეინარჩუნოს, ემოციები გაჩვენოთ, მაგრამ ბოლომდე არ თქვას თავისი მიზნები თუ რა განვითარებას ან რა პერსპექტივებს ხედავს ამ ურთიერთობაში. თითქოს ერთი ნაბიჯით არის თქვენთან, მისი ემოციები და მისი სურვილები რაღაც კუთხით არის თქვენთან გახსნილი, მაგრამ რაღაც კუთხეს და გულის ნაწილს თითქოს ეს პიროვნება ბოლომდე არ აჩენს და რაღაც თავის თავში იკეტება. ანუ მისი გეგმა არის, რომ ურთიერთობა თუ იქამდე მივიდა, ან ინიციატივა თქვენგან წავიდა, რომ თუ კონკრეტიკას არ მაძლევ, აღარ მინდა ეს ურთიერთობა, ამ შემთხვევაში მისი გეგმა ის იქნება, რომ ურთიერთობაში დაგტოვოთ, კარგად მოიქცეს, ფლირტი იყოს, აკავსოთ ემოციებით, შექმნას კომფორტი, გადმოდგას ნაბიჯები, არ დაიშუროს ძალისხმევა, მაგრამ როგორც კი რაღაც თითქოს ურთიერთობას აწყობთ, მერე ისევ რაღაცას აფუჭებს ხოლმე ეს პიროვნება ამ ურთიერთობაში. თითქოს ურთიერთობაში იქნება ჩავარდნებით და მწვერვალებით, ესეთი რაღაცა, ესეთი ურთიერთობა არის. მისი გეგმა თქვენთან მიმართებაში უფრო რაღაცა დადებითი მუხტის შენარჩუნების ენერგია აქვს, მაგრამ გეგმაში უფრო აქვს ის საკითხი, ახლა რასაც გვგრძნობ ამ პიროვნებას, რომ თითქოს თავის სოციუმს თუ თავის სამყაროსაც ინარჩუნებს, ანუ ამ ურთიერთობის მიღმა რაღაცა სხვა მდგომარეობასაც ინარჩუნებს. გასაგებია ახლა რაზეც არის საუბარი. ამ პიროვნებას ძალიან დიდი შიში აქვს, რომ უყვარდეს, მთელი გულით შეიგრძნოს, ჰქონდეს, ასე ვთქვათ, ემოციური ბმა, სერიოზული ემოციური ბმა პიროვნებასთან, ამ შემთხვევაში თქვენთან. თქვენი შეყვარების შიში აქვს და ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს თავის თავს, რომ რაღაცა ეს გრძნობები იმაში სერიოზულად არ გაღვივდეს და როგორც კი გრძნობს ხოლმე, რომ ძალიან უახლოვდებით ერთმანეთს, რაღაცა სპეციალურად აფუჭებს. მისი გეგმა ეს არის. საინტერესო გეგმაა. ძალიან საინტერესო გეგმაა. მაგრამ ვერ გაექცევა ამ ყველაფერს. ძალიან მიხარია. ძალიან დიდი ხნის მანძილზე შეეცდება, რომ გრძნობებს დაემალოს, მაგრამ ეს გრძნობები მას იპოვის და გამოაშკარავებს. მისი გეგმა სულ სხვა რაღაც არის, მაგრამ სამყაროს მასზე და თქვენზე სულ სხვა გეგმა აქვს. ახლა რას გრძნობს? შიშებს, ემოციურ კრიზისებს, უძილობას, შეიძლება ვეღარც ჭამს, საჭმელს. როგორც კი მიხვდება, რომ რაღაცა ემოციებში შემოდის თქვენთან, ეწყება პანიკები, ეწყება ნერვიულობა, უმიზეზო ეჭვიანობა, ემოციების ოვერდოზი ემართება და გასაგებია შეიძლება რაღაცა ტრავმები ჰქონდეს ამ ადამიანს და სულ რომ ცუდი არაფერი ხდებოდეს, როგორც კი გრძნობა უჩნდება პიროვნების მიმართ პანიკაშია და შეიძლება ახლა ამ გრძნობის გამო ძალიან ცუდად იქცეოდეს, ან უცნაურად იქცეოდეს. თქვენს მიმართ რომ აქვს რაღაც სიმპათია, ემოციები, რომ ხვდება, რომ რაღაც სერიოზული უნდა მოხდეს თქვენ შორის, აი ამ შემთხვევაში საკუთარ თავთან იწყებს ტოქსიკურ ენერგიის მიწოდებას და უცნაური შეგრძნებები ფარავს მას. როგორი ურთიერთობა არის შესაძლებელი ამ პიროვნებასთან, ესეც განვიხილოთ. სხვათა შორის რთული ურთიერთობა არის ამ პიროვნებასთან შესაძლებელი, იმიტომ რომ ძალიან ნერვებზე იმოქმედებს მისი ესეთი პანიკური გამოხტომები. და შეიძლება ხშირად ის განცდებიც გქონდეთ, რომ ჩახსნათ მასთან ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება უკვე თქვენგანაც გვიანი იყოს ამაზე ფიქრი, რადგან თქვენს ემოციური ბმა დაგემართეთ ამ პიროვნებასთან. მასთან იქნება ურთიერთობა საკმაოდ ჩაკეტილი, საკმაოდ გულდახურული, პერიოდული გაციებული ენერგიების გამომჟღავნება დაემართება თქვენთან, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ პიროვნებას სხვათა შორის
ამ პიროვნებისთვის დროის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ურთიერთობაში რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო დამშვიდდება და უფრო ჩადგება კალაპოტში და უფრო ცოტა ადეკვატურ ასე ვთქვათ მოქმედებებს დაიწყებს თქვენთან, იმიტომ რომ შეიძლება ახლა რაღაც კიდევ შიშებში იყოს და რაღაც ეჭვებში იყოს და უჭირდეს თავისი რეალური მდგომარეობის თქვენთან მოტანა. მასთან ურთიერთობა შესაძლებელი არის, რომ ასე ვთქვათ, გაჭიანურებული და ჩაკეტილი ენერგიებით წავა მასთან ურთიერთობა, მაგრამ აქ მოდის ის ენერგია, რომ მიუხედავად ამ დაპაუზებული მდგომარეობებისა, მასთან ურთიერთობა გრძელვადიანი იქნება და რაც უფრო მეტი დრო გავა, თქვენთან გასაოცრად ეს პიროვნება უფრო დასტაბილურდება და უფრო ადეკვატური გახდება ურთიერთობაში. დაგემშვიდობებით, ჩემო მეორეებო. გადავიდეთ ჩვენ ახლა მესამე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით, ჩემო მესამეებო. და ახლად განვიხილოთ თქვენი პოზიცია, რა გეგმები აქვს თქვენთან იმ ადამიანს, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. როგორი მაცდური არკანი მოდის თქვენთან. ამ პიროვნებას პირდაპირ გეგმა აქვს, რომ მოგხიბლოთ. ამ პიროვნებას აქვს პირდაპირ გეგმა, რომ თავისი შარმით ან კომუნიკაციის უნარებით მოგაჯადოვოთ, მოგხიბლოთ, გაცდუნოთ, ინტიმური ფიქრები და გეგმები აქვს თქვენთან. ეს პიროვნება ძალიან დაინტერესებული არის, რომ გქონდეს თქვენთან ფიზიკური სიახლოვე, გქონდეს თქვენთან მჭიდრო ურთიერთობა, გქონდეს თქვენთან იმის შანსი, რომ გაატაროს თუნდაც ერთი ღამე თქვენთან. ყოველ შემთხვევაში მისი გეგმები უკავშირდება ცეცხლოვან ენერგიას, ფანტაზიას, ფიზიკურ შარმს, ყველანაირად ეცდება, რომ გამოიყენოს თავისი მომაჯადოებელი უნარები, რომ თქვენი გონება დაიპყროს, რომ თქვენი სხეული დაიპყროს და რაღაცა ძალიან დიდ აჟიოტაჟი, მის შინაგან სამყაროში არის ძალიან დიდი აჟიოტაჟი, ძალიან მოწონხართ, ხიბლავთ და ძალიან ცდილობს, რომ ხელში ჩაგიგდოთ. შეიძლება თქვენ ამაზე უარს ეუბნებით, ან არ ხართ დარწმუნებული მის გრძნობებში და დისტანციას იჭერთ ამ შემოთავაზებებისგან, ან კომპლიმენტებისგან და უფრო მეტად უღვიძებთ სურვილს, რომ რაც უფრო წინააღმდეგობას აწყდება, უფრო მეტად უღვიძებთ სურვილს და გეგმას აწყობს, რომ ის მიიღოს რაც სურს საბოლოო ჯამში. აქ მოდის იმპერატორის არკანში ეს პიროვნება, აქ ძალიან ისეთი თავნება ადამიანი არის, რასაც ამბობს ხოლმე თითქმის ბოლომდე ყველასთან აღწევს თავის სურვილებს და ეხლაც მიჩვეული არის, რომ თავისი გეგმა უნდა განახორციელოს, უკან არ დაიხევს. ძალიან დიდ რესურსად ჩადებს და ასე ვთქვათ, დანებებას არ აპირებს აქ პიროვნება, მისი გეგმა არის, რომ არ დანებდეს. იმპერატორი, აქ სერიოზული განაცხადი არის, ანუ მაგრამ სიმართლე გითხრათ, აქ თუ თქვენ ახლა გჭირდებათ სერიოზული ურთიერთობა, მომავლის პერსპექტივებით და ასე ვთქვათ, გარანტიებით, მისმა ძალისხმევამ და კარგად მოქცევამ არ დაგაბნიოთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება ადამიანი ცოტათი შეინიღბოს და ისე წაგიდგინოთ თავი, როგორც რეალურად არ არის, ან მართლა აღყვეთ მის, ასე ვთქვათ, ფლირტს და ისე შეხვიდეთ მასთან ერთად რაღაც უფრო სერიოზულში, რომ ვერც კი გაიაზროთ თუ ეს ყველაფერი თქვენ როგორ დაგემართათ. ანუ ცოტა სიფრთხილე არის საჭირო, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრატეგია აქვს ამ ადამიანს და მან იცის კომუნიკაციის ენა, ძალიან კარგად გამოსდის ეს ყველაფერი და გეგმაც ისეთი აქვს, რომ
თავისი მომაჯადოებული სიტყვები და ენერგიები გამოიყენოს, ამიტომ აქ მოდის როგორც მისი გეგმები, ასევე თქვენ და მე გაფრთხილება, რომ თუ სერიოზულ ურთიერთობას ეძებთ სერიოზული პერსპექტივებით, თავი შეიკავოთ რაღაცებზე. იმიტომ რომ ჯერჯერობით იმპერატორის არკანში მოდის ეს ადამიანი, მაგრამ რაღაცებისთვის მზად არ არის, შეიძლება ვერ აიღოს პასუხისგებლობა საკუთარ თავზე. რას გრძნობს? გრძნობს, რომ თქვენთან ამ გეგმის განხორციელება არ იქნება მარტივი, გრძნობს, რომ საკმაოდ ჯიუტი ხართ, გრძნობს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება გამოცდილი ხართ, ან უკვე რაღაც მსგავსი ისტორია გადაგხდათ და უფრო ფრთხილი ადამიანი ხართ. მაგრამ სიმართლე გითხრათ, აქ მისი გრძნობები იხრება უფრო ვნებისკენ და უფრო იხრება შეიძლება ახალი ნაცნობი არის და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ რაღაც ძალიან აჟიტირებული არის ეს პიროვნება. ან შეიძლება ურთიერთობაში დიდხანს არის და საბოლოოდ ვერ მიუახლოვდა თქვენს იმ, ასე ვთქვათ, ჩაკეტილ საზღვრებს და ეს არასვენებს, ანუ რაღაც ენერგიის მიღება სურს თქვენგან და არასვენებს ამ პიროვნებას ის ფაქტი, რომ რაღაც ხელმოუწვდომელი არის თქვენში. აი ესეთი გრძნობები აქვს მას, უფრო შინიანი გრძნობები. როგორი ურთიერთობა არის შესაძლებელი მასთან? მასთან შეიძლება რაღაც ურთიერთობის დაწყება, საწყისები ნამდვილად გვიჩანს, მაგრამ როგორც პირველად გითხარით, მაინც მასთან სიფრთხილე არის საჭირო, რადგან ურთიერთობაში ამ პიროვნებამ რაღაც თავისი საწადელი მიიღოს, აიხდინოს ის, რაც ან დიდი ხანია უნდა, ან თვალი დაგადგა უნდა მას თქვენთან ახლო ურთიერთობა და შემდეგ აღმოჩნდეს, რომ რაღაცებისთვის მზად არ არის და იჩქარა რაღაცებში და ისე არ განვითარდეს სცენარი, როგორც თქვენ გსურთ მასთან, ასე რომ აქ მოდის გაფრთხილება, რომ მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა უფრო იხრება, პერიოდული ურთიერთობა შეიძლება ჩავთვალოთ, ან რაღაც მომენტში ხანმოკლე ურთიერთობის პერსპექტივაც შეიძლება ჩავთვალოთ და საბოლოოდ რაღაც არ მოგეწონოთ და შემოთავაზება მისგან რაც წამოვა არ იყოს დამაკმაყოფილებელი და თავიდანვე საზღვრები გაიმაგრეთ. მე დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, ყველას და შემდეგ შეხვედრამდე.